ბიბლია არაფერს გვამცნობს იმის შესახებ, თუ რამდენხანს ცხოვრობდნენ ადამიანები სამოთხეში. თუმცა იმას კი გვამცნობს, როგორ აღვივებდა მათი ყოფა მტრულ შურს ეშმაკში. როგორ დაეცა ადამიანი და როგორ განიდევნა სამოთხიდან ლუნდა ჯიქია სიუჟეტში დიცხარ შენუფალო გიამბობთ. რამდენხანს გაგრძელდა ადამიანების ცხოვრება სამოთხეში, როგორ აღვივებდა მათი ყოფნა მტრულ შურს ეშმაკში, რომელმაც თავად დაკარგა იქ ყოფნის უფლება. იგი სიძულვილით შესქეროდა ადამიანის ნეტარებას, დაცემის შემდეგ სწორედ შური და სიბოროტე გახდა მისი ცხოვრების წესი. სიყვარული და მორჩილება კი გაუსაძლისი. ადამიანის გაჩენის პირველი დღიდანვე იგი გამუდმებით ცდილობს გაწყვიტოს ადამიანის კავშირი ღმერთთან და დაღუპოს. სწორედ ამ მიზნით წარუდგა გველის სახით იგი ევას და ყურადღება გაამახვილებინა აკრძალული ხის ნაყოფისკენ. მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ სჭამათო. ეს კითხვა იმთავითვე ტყუილზე აიგო, მაგრამ ევა უცოდველობის გამო ვერ მიუხვდა მზაკრობას. გარდა ამისა, ცნობის მოყვარეობა მათ შეიპყრო და თუმცა კი იგრძნო სიცრუე შეკითხვაში, მაინც უპასუხა, რომ ღმერთმა მათ ნება დართო ეჭამათ ყველა ხისგან ნაყოფი, ამ ხის გამოკლებით, რადგან ამ ნაყოფის შეჭმით ისინი შეეძენდნენ მოკვდავ სხეულს. მაშინ მათტური აღვივებს ქალში ღვთისადმი უნდობლობას და ეუბნება, კი არ მოკვდებით, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი. ეს მზაკრული სიტყვა ღრმად ჩაიბეჭდა ევამ გულში და აღუძრა ეჭვი და სულიერი ბრძოლა. რა არის ის სიკეთე და ბოროტება? ვისი გაგებაც მას შეუძლია? და თუ ისინი ასეთ ნეტარებაში არიან, როგორში იქნებიან თუ ღმერთივით გახდებიან? ამ ფიქრებით შეპყრობილი ევა სულით შეძრული შესქერის აკრძალულ ხილს. ის კი ისეთი მშვენიერია შესახედავად და მომხიბვლელი თავისი იდუმალებით. სწორედ მისმა გარეგნულმა მშვენიერებამ გადააწყვეტინა ქალს, მოეწყვიტა ნაყოფი და შეეჭამა. მერე კი ადამიანსაც წაუღო და აჭამა. ადამიანის ბუნება ასეთი არის საერთოდ, როდესაც რამეს მთლიანად გებულობს, ბოლომდე შეიმეცნებს, მაშინ ხდება ამის ყოველივე შემოსტიმა, როდესაც ის საკუთარ თავზე გამოსდის. დღეს ესე ვთქვათ, რომ თუ ადამიანს უყვარს ვინმე, მაშინ იცის რა არის სიყვარული, მანამდე თეორიულად იცის ეს. და უფალთან ურთიერთობა, სიცოცხლე და სიკეთე მან ისედაც იცოდა, იმიტომ რომ სიკეთეში იყო თავისთავად ის არსებითად, ეს განიცდიდა უფალს, ნეტარყოფაში იყო და ნათლით იყო შემოსილი. ხოლო თუ ბოროტება შემოიტანდა და ეს იქნებოდა ურჩება ღვთისა, აღარ მოусმენდა უფალს და პირიქით დაშორდებოდა მას, მოაკლდებოდა ნეტარყოფას, მოაკლდებოდა სიკეთეს და განიძარცვებოდა ნათელმოსილებისგან, რაც კიდევაც გამოსცადა ადამიანს საკუთარ თავზე და ურჩებაში ჩავარდა უფალთან და განძარცულმა, ესე იგი, ყოველივე ამისაგან ამ სიკეთისა დაინახა და აღიქვა თავისთავი როგორც შიშველი. ღმერთი კი უხმობს ადამიანს. ადამს სადა ხარ? ღმერთმა ძალიან კარგად იცის, სადაც არის იგი, მაგრამ მას უნდა ადამიანს დაანახოს, რა მდგომარეობაში ჩაიგდო მან თავი და ამით სინანული გამოეწვიოს მასში. მაგრამ ცოდვამ უკვე დაბინდა ადამიანის სულიერი ძალები და ადამიანს სინანულის ნაცვლად თავის მართლების სურვილი უჩნდება. შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ და დავიმალე. ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე. უფალი ამ კითხვით პირდაპირ ითხოვს ადამიანისგან პასუხს, მაგრამ ცოდვილი პასუხობს. შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა ამ ხის ნაყოფი და მე შევჭამე. ამის შემდგომ იწყება ადამიანში და შემდგომ ამისა ყველა ადამიანში შემოდის ბუნებაში ურჩება და ცოდვა. ცოდვა არის პიროვნების მდგომარეობა, ეს არის პიროვნული ავადმყოფობა, ასე რომ ვთქვათ, პიროვნების ავადმყოფობა, როდესაც სიკეთეს მოკლებულ მდგომარეობაში არის. ეს არ არის თვითარსებითი ბოროტება, არამედ სიკეთეს მოკლებულობა არის ბოროტება, როდესაც მას აღარ შეუძლია სიკეთის განცდა. ასე აბრალებს ადამი ყველაფერს ევას და თავად ღმერთს. მაშინ უფალი ევას მიმართავს, დედაკაცო, ეს რა ჩაიდინე? ძოლიც ბაძავს ქმარს და არ აღიარებს თავის დანაშაულს. გველმა შემატდინა და შევჭამე. ევამ თუმცა სიმართლე თქვა, მაგრამ რადგანაც ორივე ცდილობს თავის მართლებას სულ უფრო ეფლობიან ტყუილის ჭაობში. ღმერთსაც გამოაქვს მათთვის სამართლიანი განაჩენი. წყევლის გველს და უწესებს მას მიწაზე ხოხვით და მტრით კვებით ცხოვრებას.
ცოლს უსჯის ქმრის მორჩილებას და ტკივილითა და ავადმყოფობებით ბავშვების შობას. მერე კი მიმართავს ადამს და ეუბნება: "ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე. რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერადვე მიიქცევი." ადამი ასეთ ყოფაში რომ დარჩენილიყო, ის ფაქტიურად მარადიულ ტანჯვისთვის იყო განწერული. ის მარადიულად იქნებოდა უფლისგან განდგომილებაში, გაქცევაში, დამალვაში და უარყოფით ყოფაში. ესე იგი მისთვის უფლის და უფალთან ურთიერთობა უკვე იყო ტკივილის მომტანი. ამიტომ აი შემდგომ ამისა შემოდის დროებითი ყოფა ადამიანისთვის, რათა როგორც თქვით, წაღან ადამიანი მაშინ განიცდის ბოლომდე და გებულობს. შედეგით გებულობს თუ რა ყოფაში არა, რა მოუტანა მას ამოთმი მოქმედებამ. შედეგის მერე ხვდება ამ ყველაფერს მთლიანად და რადგან მოტყუებული იყო და არ იყო თავისი გადაწყვეტილება ეს ესე იგი მან გააზრებულად არ გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ ვიღაცის თუნების მერე გადადგა ეს ნაბიჯი. ამიტომ დაუტოვა უფალმა მას საშუალება რომ დაფიქრებულიყო და ისევ ღვთის წიაღში დაბრუნებულიყო. და ამისთვის იყო საჭირო აუცილებლად დრო. და ესეც ღვთის განგების დიდი მოწყალება არის, ერთი რომ ის მარადიულ ყოფაში ტანჯვისთვის არ გაწირა და მეორე ის ჩანაფიქრე რომ ადამიანის მდგომარეობა სწორედ ასეთი არის. ის არა შეგნებულად აკეთებს ამათვე მოქმედებას, არამედ მოქმედების მერე გებულობს შედეგს და სწორედ ამის შემდგომ ადამიანში შეიძლება რომ წამოვიდეს სინანული. და ეშმაკების მდგომარეობა აბსოლუტურად სხვანაირი არის. ეშმაკების მდგომარეობა არის აბსოლუტური ცოდნა, ის რო აშავებს, იცის მან რო აშავებს, მაგრამ აშავებს და მიზანმიმართულად აკეთებს ამას. საშინელი იყო სასჯელი ღვთისა, მაგრამ მისმა გულმოწყალებამაც არ დატოვა პირველი ადამიანები ნუგეშის გარეშე. უფალი პირდება ადამიანებს, რომ მოვა დრო და ქალიშობს მაცხოვარს, მხსნელს, რომელიც გაუსრეს თავს გველს და შეარიგებს ადამიანს ღმერთთან. ეს იყო პირველი აღთქმა მსოფლიოს მხსნელზე. მხსნელის მოვლენების აღთქმით ნუგეშცემული ადამი და ევა ტირილით ტოვებენ სამოთხეს და ნეტარი ცხოვრებიდან გამოდევნილნი ედემის ბაღის აღმოსავლეთით სახლდებიან. ასე გახდა ეს არასამოთხისეული აღმოსავლური ქვეყანა კაცობრიობის აკვანი. შეიცნო ადამმა ევა თავისი დედაკაცი. დაურსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. თავიდან ადამს და ევას კაენი ღვთისგან შეპირებული მხსნელი ჰგონიათ. კაენიც სიტყვა ნიშნავს სიხარულს, სიცილს ნიშნავს და სიხარულის გამომხატველი არის და ესენი ელოდებოდნენ რომ სწორედ ის იქნებოდა რომელიც დააბრუნებდა მათ სამოთხეში. თუმცა როგორც ვიტყვით, ეს შემდგომ 5000 წლის შემდგომ მოხდა, როდესაც განკასდა უფალე. თუმცა შემზადდა კაცობრიობა იმისთვის რომ მოსულიყო მხსნელი. სწორედ მათი პირველი შვილით იწყება მანამდე უცნობი ცხოვრებისეული განსაცდელები. ევა მალე ხვდება, რომ კაენი სულაც არ არის დაპირებული მხსნელი. ამიტომ მეორე შვილს არქმევს აბელს, რაც ნიშნავს აჩრდილს, ორთქლს. ოჯახი კი ადამიანისგან ითხოვს მეტ და მეტ ძალისხმევას სარჩენად. ადამიანის ბუნება იმის შემდგომ, რაც ადამიანის მოქმედებით დაირღვა და მისი ბუნება დაიმცრო, ამის შემდგომ უბრალოდ გამოვლენა ხდება ბუნებაში სხვადასხვა სახით ცოდვისა. თუმცა იმაზე მეტად ბუნება უკვე აღარ ირღვა, რაც როგორც დაირღვა და დღევანდელი დღემდე ასე არის. თუმცა გამოვლენები არის ძალიან მძიმე და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ძმებს შორის კაენისა და აბელის ურთიერთობა. აბელი იყო ღვთისმიერი ადამიანი, ესე იგი მისთვის რწმენა და უფალთან ურთიერთობა იყო უმთავრესი და მის ხელშეწირვასაც ის აკეთებს გულიდან გამომდინარე, ესე იგი სიყვარულიდან გამომდინარე ღვთისა. თუმცა კაენი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მიზნით. მან იცის რომ რჯული მიეცათ მათ პირველი ეტაპისა, როდესაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ და აი ამ მსხვერპლშეწირვას აბელი აკეთებს გულით და რადგან უფლისთვის გულით მიძღვნილი მსხვერპლშეწირვა არის უმთავრესი. კაენი კი პირიქით აკეთებს ის მოვალეობას იხდის და უფალიც ვინც გულით მიმართავს, მისას შეისმენს თავისთავად და
შეიწირავს აბელისას, რაც კაინში შურს აღწრავს. შურიც ერთ-ერთი გამოვლინება უკვე ადამიანის უკეთურებისა, იგი მადლს მოკლებულ მდგომარეობაში არის. ეს არის უმძიმესი ცოდვა, რომელიც ყოველი ცოდვის დასაბამი არის. კაინმა გაიყვანა ძმა ველზე და მოკლა. ამით მან საფუძველი დაუდო მკვლელობას მიწაზე. ძმის მკვლელ კაინს კი აღარ შეეძლო მშობლებთან დარჩენა და იგი მიდის ედემიდან აღმოსავლეთისკენ, ნოდის ქვეყნისკენ. კაინი იქ ცოლთან ერთად სახლდება. მალე მასაც შეეძინება ვაჟი. იწყებს მძიმე შრომას. თავის ძალისხმევით იგი ადამიანთა შორის პირველი აგებს ქალაქს, რაც გამოიხატა ცხოველებისგან ადგილის შემოფარგლაში. კაინის შთამომავლობა სწრაფად იზრდება. ისინიც აგრძელებენ კაინის მიერ დაწყებულ ბრძოლას ბუნებასთან. ამ ბრძოლაში კაინის შთამომავლობა აღმოაჩენს სპილენძს და რკინას და მათგან ამზადებს იარაღს. მატერიალური კეთილდღეობითა და მხოლოდ ცხოვრებისეული მოთხოვნილებებით აღჭურვილი კაინელები სულაც არ ზრუნავენ სულიერ ცხოვრებაზე. ასეთი დამოკიდებულება კი მათ შიბადებს უფრო მეტ და მეტ მანკიერებას. ცხოვრების ასეთი წესის გამო კაინის შთამომავლები ვერ ხდებიან კაცობრიობის მოდგმის ღირსეული წარმომადგენლები. მათ თავიანთი უხეში, ცხოვრებისეული მატერიალიზმით და უღმერთოებით კაცობრიობის ისტორიული მსვლელობის განვითარების დამახინჯება თუ შეეძლოთ მხოლოდ. ამიტომ მათი ეს ცალსახას სწრაფვა ვინმეს უნდა შეეჩერებინა. და აიჩნდება კიდეც ამის საპირისპირო ძალა და ეს ძალა გამოჩნდა ადამის მესამე ძეში, სეთში, რომელიც აბელის სიკვდილის შემდეგ იშვა. სეთის დაბადებით სათავე დაედო ადამიანთა თაობას, რომელიც თავისი სულიერი განწყობით სრულიად საპირისპირო იყო კაინისა. ამაზე თვითონ სახელიც მიუთითებს. სეთი ნიშნავს ნაცვლის გებას, შეცვლას. თუ კაინის მოდგმა ეთაყვანებოდა მატერიალურ ძალას და მთელ თავის შესაძლებლობებს ღვთის დავიწყებისკენ, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებისკენ წარმართავდა, სეთის მოდგმა პირიქით ცხოვრების უფრო ამაღლებულ წესს ავითარებს და მათი გულის თქმა ღვთისკენ წარიმართება. ეს აძლევს დაცემულ ადამიანებს ცოდვის, წყევლისა და სიკვდილისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობას. ცხოვრების ასეთი წესი სეთის შთამომავლებში უფრო მეტი სიცხადით მჟღავნდება მის შვილში, ენოქში. მაშინ ამბობს დაბადების ავტორი, დაიწყო უფლის სახელის ხსენება. ეს რა თქმა უნდა სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდე ადამიანები არ ლოცულობდნენ და არ უხმობდნენ ღმერთს, მაგრამ სეთის შთამომავლებში, კაინის შთამომავლების საპირისპიროდ, უფლის სახელის ხსენება ხდება ღიად, აშკარად. კაინის შთამომავლები კვლავ გარეგნულად, მოვალეობის გამო ლოცულობენ. ასეთი უღმერთოების გამო მათ ეწოდათ ადამიანის ძენი. იონე ოქროპირის აზრით, ენუქს აბელზე მეტი რწმენა ჰქონდა, რადგან ის ცხოვრობდა აბელის შემდეგ და იცოდა რა ბედი ეწია მას. მიუხედავად ამისა, მაინც არ შერყევია რწმენა და მუდმივად სიკეთისკენ ილტოდა. ამ მაღალი ღვთისმოსაობისა და მხურვალე რწმენის გამო უფალმა იგი ცოცხლად წაიყვანა ცოდვილი მიწიდან. იონე ოქროპირი წერს, იმდენად სათნოა ენოქი ღვთისათვის, რომ იგი დღემდე ცოცხალია. ესე იგი გარდაცვალა ღმერთმა ცოცხლად. ენოქის ბედი იმედის მომცემია კაცთათვის და ნიშანიც იმისა, რომ ბოლო მოეღება სიკვდილს და რომ სიკეთე საბოლოოდ სამარადისოდ დაიმკვიდრებს ბოროტების ძლევით. ასე გახდა სეთის შთამომავლობა ჭეშმარიტი რელიგიისა და მასთან დაკავშირებულ აღთქმის ის საძირკველი, რომელზეც აღმოცენდა კაცობრიობის ხე. შემდგომში ამ შთამომავლობაში ერთი მეორეს მიყოლებით გამოჩნდნენ პატრიარქები, წარღვნამდელი ადამიანების შესანიშნავი წარმომადგენლები. თავისი დანიშნულების წარმატებით შესასრულებლად ისინი ღვთის განსაკუთრებული განგებულებით უჩვეულოდ ხანგრძლივად ცოცხლობდნენ, ისე რომ დიდხანს იცავდნენ და განმარტავდნენ მათთვის მინდობილ აღთქმას. პირველმა ადამიანმა, ადამმა 930 წელი იცოცხლა, მისმა შვილმა სეთმა 912, სეთის შვილმა ენოქმა 905 წელი. შემდგომი თაობების წარმომადგენლებმა, კაინანმა 910 წელი, მალელილმა 895, იარედმა 962, ენოქმა 365, მათუსალამ 969, ლამექმა 777 წელი და ნოემ 950 წელი. ყოველი თაობის პატრიარქი მრავალი წლის მანძილზე გადასცემდა თავის ცოდნას მომდევნო თაობებს. ასე მაგალითად, ადამი გახლდათ ყოველივე ამის ცოცხალი მოწმე ლამექის დაბადებამდე. ლამექის მამა მათუსალა კი ლამის წარღვნამდე ცხოვრობდა. მათი გადმოცემა, მათი განცდა არის
მნიშვნელოვანი და გამსაზღვრელი დღევანდელი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. რადგან რო არ ყოფილიყო ეს ინფორმაცია, თავისთავად ვერავინ ვერც კი იფიქრებდა ადამიანი. ამის შემდგომაც კი როცა არის ეს ინფორმაცია, ეხლაც კი ადამიანს იმდენად უჭირს ამის ახმა და ბრძოლაში ვარდება, რომ ხშირ შემთხვევაში უარყოფს ასეთ რამეს. მგონება იმდენად არის უკვე დაშორებული რეალურ ყოფას. ამიტომ ხანგრძლივობა საჭირო იყო თვისგან დაშვებული იყო ეს, რათა ადამიანებს მეტი შეხება, რაც უფრო მეტ ადამიანს ექნებოდა შეხება, მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებდა უფალთან ისევ ურთიერთობა ჰქონოდა. ერთი არის, რომ ადამიანი განიცდის უფალს და მასთან აქვს სარწმუნოებრივი რელიგიური განცდა და მეორე არის, ოდესაც თავად იმყოფებოდა იქ, სადაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა უფალთან. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამავდროულად ახლდა თან სწორედ ესე ცოდვის შედეგი, რომელიც დამამძიმებელი იყო და ცოდვის მიდრეკილებით ფაქტიურად ადამიანებში ეს დიდ დახს სვავდა და როგორც თავიდანვე ჩანს, კაინიც სწორედ ამისთვის იქნა განგდებული იმ ადგილიდან, სადაც იმ პერიოდის ხალხი ცხოვრობდა. რადგან მოაშორეს იმ გარემოს, რათა სხვისთვისაც არ გამხდარიყო ეს მაგალითი და არ გამხდარიყო ჩვეულებრივი ასეთი მოქმედებები. ადამიანთა უშჯულოებამ უმაღლეს მწვერვალს, კაინისა და სეთის შთამომავალთა ურთიერთ აღრევისას მიაღწია. ამ დროისთვის კი მიწა უკვე მნიშვნელოვნად იყო დასახლებული და იქმნებოდა საშიშროება, რომ მას მთლიანად მოედებოდა საშინელი სიბილწე და გარყვნილება. და დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ დიდია ადამიანთა უშჯულოება მიწაზე და რომ ყველა აზრი და გულისხმის ყოფა მათ ბოროტებას ისახავდა მხოლოდ. ღმერთმა ინანა, რომ შექმნა ადამიანი და დამწუხრდა და თქვა: „აღგვი მიწისაგან პირისა ადამიანს, რომელიც მე შევქმენი. გავანადგურებ საქონელსაც, ფრინველებსაც, რომელიც მე შევქმენი. რადგან მე ვნანობ მათ შექმნას, ასე გაინაწილეს ადამიანთან ერთად და მისთვის შექმნილმა ცხოველებმაც ადამიანის ხვედრი. თუმცა მან კი ერება ჯერ მთლიანად ვერ მოეცვა მთელი კაცობრიობა. მათ შორის ცხოვრობდა ადამიანი, ნოე, რომელმაც მოიპოვა მადლი ღვთის წინაშე, მაგრამ ამაზე შემდგომში გიამბობთ.